მე ადრე მოგიყევით ერთი ამბავი. ეხლაც მოგიყვებით, რომ დააკვირდეთ, როგორ შევიცვალეთ. როგორ სხვანაირები გავხდით ქართველი ხალხი. მართლმადიდებელი ქრისტიანები. ხშირად იყო, რომ ლეკები, როცა თავს დაესხმოდნენ სოფელს, მოსახლეობას არ ხოცავდნენ. მიყავდათ ტყვეთ. მით უმეტეს თუ ამ ხალხში იყო ვინმე ხელოსანი. აი ეს მონღოლებსაც ესეთი ჩვევა ჰქონდათ. ხელოსანს თუ ნახავდნენ არ მოკლავდნენ. წაიყვანდნენ და თავიანთ ქვეყანაში ამუშავებდნენ. ერთ-ერთი ესეთი შემოსევის დროს სოფელი შეეფარა გამოქვაბულში. არ იცოდნენ. სად იყო მტერმა? და ჩვილმა დაიწყო ტირილი. ეს ცნობილი ფაქტია. და დედამისი აფარებდა პირს ხელზე. ხელს პირზე. ეს რო დაინახეს უფლებმა. უთხრეს რას ეკეთებ? ხო ჯობია ესენი ეს გადარჩესო. ვიდრე ეხლა შენ მოკლა და ჩვენ გადავჭერდო. ჯობია ეს გადარჩეს და ჩვენ თქო წავუყანო რა უშავს. ეხლა შეადარე რას ეკეთებს ქართული თალე. აბა დავიქით. სხვისი შვილი რო არ მოკვდარიყო, სოფელი ტყვე ჩაბარდა ლეკებს. რას უზავდნენ კაცმა არ იცოდა იმათ. ეხლა დედა რო კომფორტულად იყოს, ან მისი ცოდვა არ გააშკარავდეს, რომ რაღაც შეეშალა. გაუთხოვარია და რაღაც ცოდვაში ჩავარდა. ან რაღაცა მოხდა და დაფეხმძიმდა. არ უნდა რომ გაიგო. ერთ ცოდვას მეორე ცოდვით მალავს. როცა ერთ ცოდვას მეორე ცოდვით მალავ, უფრო დაიჟები და თან ყველა გაიგებს. ამისი მაგალითი არის ურჯულო ჰეროდე. ნათლისმცემელი ეუბნებოდა, რომ შენი ძმის სოლი ცოლად არ უნდა ყავდესო. და ჰეროდემ ვიფიქრა, რომ მოკლავო, აღარ მეტყვისოდა. ეხლა მთელმა დედამიწა მიცის და ყველა დაბადებულმა რატომ მოკლეს იოანე ნათლისმცემელი? იმიტომ რომ ჰეროდე თავისი ძმის სოლი ყავდა ცოლად. კი არ დაფარა ცოდვა. ყველამ გაიგო. საერთოდ გმირობაა საჭირო. თუ შენ ცოდვა აღიარო. შენ ცოდვას წინ აღუდგე. და ამ ბრძოლაში კაცს ეხმარება ღმერთი. სული წმინდის მადლი.